მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი ვერა მეტრეველი, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.5-ზე, რადიო პალტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვყურებს ტელეკომპანია პალტრა ნიუსის ეთერით. დღეს პარასკევია და ტრადიციულად ჩვენთან ერთად არის ჩემი თანაწამყვანი დათო ზურაბიშვილი, მოგესალმებით დათო. მოგესალმებით ვერა, მივესალმები მსმენელებს და მაყურებლებს. დღეს რაზე ვლაპარაკობთ ესე იგი? ვიცი, რაც ფილმი რო იყო სენიორ რობინზონი და აპიაც პრამორი, კიდევ ზღვაზია ფილმიო, რაც ვას რო უყურებს თელი ცხოვრება. ისე რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესებზე ბოლოს მოგვისწრო, ასე ვთქვათ, სამთავრობო ცვლილებებმა რაღაცა დაიწყო იგივე ხო? მაგრამ ისო ხელისუფლებაზე და ისო ოპოზიციის გეგმებზე და აქამდე ძირითადად ლაპარაკობთ ამ აქციებზე, რაღაც ამბებზე, აქციებზე და გონდერ შედეგებზე და ეხლა ბიძინამ რაღაც მოძრაობები გააკეთა. დაიწყო მოძრაობა. რაღაც მოძრაობები გააკეთა, რასაც აქამდე ასე არ აკეთებდა. კი ბატონო, რა ვიცი, მოდი გავცვალოთ თუ გინდა აზრები, აი რას შეიძლება ეს ხო, მოდი ჯერ ვთქვათ რა მოხდა, რომ საქმის კურსში იყვნენ ჩვენი ასე ვთქვათ რადიო მსმენელები და მაყურებლები, ვინც არადევნებდა დილიდან თვალს ამ ამბავს. ნუ ჯერ ეს ამბავი დაიწყო გუშინ, ხო, როცა გადააყენეს სუსის უფროსი, მის მაგივრად გადმოიყვანეს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი და სუსის უფროზე ლილუაშვილზე, რომელიც ივანიშვილის კადრი იყო უშუალოდ, გვითხრეს, რომ რაღაც რეგიონული სამინისტრო შეიქმნებოდა მისთვის ცალკე სამინისტრო გამოგშექმნეს და ამ სამინისტროს ჩაუდგებოდა სათავეში. ნუ დაიწყო იქ რაღაც ოპოზიციაში ექსპერტებში მოსაზრებების გამოთქვა, რომ აი არჩევნებისთვის ემზადება ბიძინა და რეგიონელები ცალკე გამოყო და ლილუაშვილის ჩააბარებს ამ რეგიონს, თითქოს ახლა სუსის უფროსი რო იყო, მაშინ არ ქონდა ჩააბარება. ერაკეთებდა ხო ამ ამბავს. ნუ მთელი რაღაც ამბები დღეს დილით დაგვეწია ის, რომ უკვე აჭარაშიც დაიწყო გადადგომები, თორნიკე რიჟვაძე გადადგა, ბათუმის პოლიციის, აჭარის პოლიციის უფროსი გადადგა, ბატონი ბესელია. მაგრამ ნუ ყველაზე მოულოდნელი ამბავი მოხდა ის, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და გითხრა, რომ არ დანიშნული კაცი უკვე მოხსნა თანამდებობიდან. ანუ გუშინ გითხრეს, რომ ლილუაშვილისთვის ახალი სამინისტრო იქნებოდა, ლილუაშვილი იქ გადაყავდათ, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და არაო, გადავიფიქრეთ ლილუაშვილის დანიშნავება. როგორც ანუ არ დანიშნული ადამიანი მოხსეს ფაქტობრივად, როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა თავის ბრიფინგზე, ეს მოხდა იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ ასრთა შეუთავსებლობა მოადგილეების საკითხებზე. მოადგილეებზე ვერ შევთანხმდითო და არა მარტო პერსონალურ საკითხებზე, არამედ რა ფუნქციები უნდა ჰქონდათ მოადგილეებს. ეხლა არავინ არ იცის ეს სინამდვილეში ამის გამო იყო თუ სხვა რამის გამო იყო, მაგრამ ფაქტად რჩება, რომ ბიძინა ივანიშვილის კადრი უკვე აღარც სუსის უფროსია და აღარც მთავრობაში აღარ იქნება. ეს ლილუაშვილი ხო. სად მიდის როგორ მოხდა, ახლა თავარი დამაბნეველი კითხვა გახდა აქ, რომ რა ხდება. რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, აქამდე ასე იყო, რომ ძალოვანები იყო მისი უშუალოდ. ნუ განსაკუთრებით სუსი და შესუსი. შესუსი რჩება მისი კადრი, ბატონ გომელაური უშუალოდ მისი კადრი, დღემდე აქამდე რჩება მინისტრად, მაგრამ სუსში ახლა ირაკლი კობახიძის კადრი ინიშნება, ბატონი ანრი და აქაც მთავრობაშიც უცებ ვიღაც ადამიანი, რომლის გვარიც არ დამახსოვრდა, ის იქნება ამ ახალი სამინისტროს მინისტრი. გულედან, ხო, კი ბატონო. და ეს ბიძინა, ხო და ყველას გაუჩნდა ერთ კითხვა, რა ხდება? ბიძინა თმობს ძალაუფლებას და ირაკლი კობახიძეს აბარებს, რაც ცოტა წარმოუდგენელი ამბავია. ხო და აი როგორ წარმოგიდგენია შენ რასთან გვაქვს? მოდი დავიწყოთ იგი და სანამ ვიტყოდეთ რა ხდება და რა ბოსორად რა არის ამის მიზეზი, ჩემი აზრით. მანამდე უბრალოდ აი ვთქვათ ის რაც რო ცხადია. ცხადი არის ის, რომ პრინციპში ამ თანამდებობებზე განთავისუფლებული ადამიანები, ესენი ვინც განთავისუფლეს, ისინი არ არიან, თუ შეიძლება ასე ითქვას, კობახიძის გუნდის წევრები არიან ან ღარიბაშვილის დანიშნული, როგორც მაგალითად რიჟვაძე, ანუ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის კადრი, როგორც ლილუაშვილი და ვინც ინიშნება, ყველა არის კობახიძის მიერ ნომინირებული, ანუ კობახიძეს, ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრს ეძლევა მეტი ძალაუფლება ცვლილებებით, ანუ მას მეტი ლეგალური ძალაუფლება, მისი კადრებით კომპლექტდება ყველა, ასე ვთქვათ, ეს განთავისუფლებული ადგილი და თვით ისეთ სიტუაციაშიც კი თუ წარმოვიდგენთ, რომ აი მაგალითად ლილუაშვილი და კობახიძე რაღაცაზე, როგორც თვითონ კობახიძისგან გავიგეთ, რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და ბოლოს გავიდა ის, რაც კობახიძეს უნდოდა და არა ის, რაც ლილუაშვილს უნდოდა. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძეს აძლევს
დიდ, ასე ვთქვათ, კარდ ბლანშს ამ სიტუაციაში. ხო, ანუ კობახიძე დაიმსახურა თუ რამე ხდება? რა ხდება და რატომაც რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ამის მიზეზი ეხლა მოდი გამოვრიცხოთ თავიდანვე ის იყოს ის რომ ბიძინა მართლა მოინდომა პენსიაში გასვლა, მართლა იმიტომ ასეთი რაღაცები ადრე იძახდა ხოლმე. ამ დროს სანამ როცა ჯერ კიდევ დიპსტეიტი დამარცხებული არა. დიპსტეიტი კიდე ბობოქრობს იქა და ტრამპი დაამარცხა. ხო და ეხლა ამ დროს ბიძინას ჩახსნა არ გამოვა. ანუ ეს გამოვრიცხოთ რომ ბიძინა მართლა მიდის და კობახიძეს ნიშნავს ტახტის მემკვიდრე. ეს გამორიცხული, ანუ ის არაფორმალურ ბერკეტებს მაინც შეინარჩუნებს. რაში მდგომარეობს ეს არაფორმალური ბერკეტი? ჯერდი სუსის უფროსი კიაო ხანაშვილი, ჩვენ არ ვიცით ვინ იქნება იქ სწორედ მოადგილეები. და ვიღაც იქ შეიძლება თავის დროზე მაგალითად სოსო გოგაშვილი, რომელიც მოადგილე იყო და მე მოღალატედ შეინარჩა. იმ სოსო გოგაშვილს მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე უშუალოდ მინისტრს. იმიტომ რომ ბიძინასთან ეს არაფორმალური კავშირები ძლიერი მომენტია. საინტერესოა გომელაურის ბედი რა იქნება, დარჩება თუ ისიც სწავა და იქაც კობახიძის კადრი დაინიშნება. ასე რომ ბიძინას ეს ბერკეტები კიდევ ექნება შენარჩუნებული ერთის და მეორე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კობახიძე თვითონ, ირაკლი კობახიძე და მისი ეს გუნდის წევრები ხა ოხანაშვილი იქნება ის თუ სხვები. ეს არის თვითონ ქართული ოცნების ამომრჩევლებში ძალიან არაპოპულარული ხალხი. ანუ ესენი არ არიან ის ადამიანები, ვისაც ყავთ რეალურად სერიოზული ამომრჩეველი. რეალურად ქართული ოცნების ამომრჩეველი რაც არის და მომხრე ვინც არის მართლა ალალად ამ მიზეზით თუ იმ მიზეზით, ფულის მიზეზით თუ ფულის შოუნის პერსპექტივის მიზეზით თუ იდეური მიზეზით თუ პრორუსობით თუ რა ვიცი, რითაც გინდა. ყველა არის ბიძინას ამომრჩეველი, პირადად ბიძინა ივანიშვილის. ამიტომ ეხლა თუ კობახიძე მოინდომებს სერიოზულად რაღაცა ისეთ მომენტს რომ თავბრუ დაეხვევა ასე თქვა ამ ძალაუფლებისგან და მოინდომებს რომ რეალურად ბიძინა გაწიოს გვერდზე და თვითონ წარმართოს სიტუაცია არ არის გამორიცხული რომ ყველაფერი დაინგრეს მას. მაშინ რა თუნდა ასეთი ტიპი? ასეთი ტიპი გარდა იმისა რომ ეს არის ასე დისკრედიტირებული ოპოზიციასთან საერთოდ ლაპარაკი არ არის და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების თვალში სრულიად მიუღებელია, მაინც და მაინც არც თავისიანებს არ უყვართ. ასეთი ადამიანების დაწინაურება ბიზნესთვის ასე ჩვეული ამბავი. მას უყვარს ასეთი კადრები, რომელიც მხოლოდ მასზე არიან დამოკიდებული და სხვა არანაირი დასაყრდენი საზოგადოებაში არ. ხო, ანუ მოდი ვთქვათ, რომ ირაკლი კობახიძე შეიძლება გომელაურზე და ლილუაშვილზე უფრო ერთგული კადრი იყოს მისი და შესაბამისად ანუ ირაკლი კობახიძეს ენდობა. არ ვიცი, არ მგონია ბიზნესა ვინმე ენდობოდეს საკუთარი ოჯახის წევრების გარდა. საერთოდ მეეჭვება ეს ძალიან და მას ეს არაერთხელ დაუდასტურებია პრაქტიკაში, ის არავის არ ენდობა, როგორც ეს და მით უმეტეს როგორც შეიძლება კობახიძეს ენდოს. მე ვიცი მას ეგრეებს ლაპარაკობდა, სანამ არის კობახიძე გახდებოდა ასე. ხო და მე იქნებ შეეცვალა ამრე. მე ხედავს რომ ეს არის ყველაფერზე წამსვლელი ტიპი. ეხლა როგორი სიტუაცია? მე ამას ერთ-ერთი უკავშირებ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებასაც. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადების მერე პირველ საათებში და დღეში პირველ დღეს იყო ცოტა დაბნეულობა და ეს რა მოგვივიდა ალბათ ფიქრობდე. მერე ამას მოყვა მთელი რიგი კასკადი განცხადებების ხელისუფლების ზოგი საკრებულოს წევრის, პარლამენტის წევრების ასეთ დონეზე და მთავრობის წევრებისაც რომ როგორ ჩანს deep state-ისგან საზაშათილიშვილმა გახსნა ეს სეზონი ასე ვთქვათ, მან თქვა და ის პირდაპირ ბიზნეს ტრამპა deep state-ი ვერ დაამარცხა. ვერდიქტი გამოტანილია. ვერ მოერია deep state-ი და ნუ რა ქნას ეხლა ვერ აღმოჩნდა ტრამპი ისეთი მაგარი როგორც აი საქართველოს ხელისუფლება და მოერია deep state-ი. მოკლედ ხო და აი ამ ვითარებაში ეთყობა ბიზნა ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ მას უფრო მეტად ჭირდება დიქტატურა, მეტი დიქტატურა ჭირდება, მეტი კონსოლიდაცია. ძალაუფლების ეს არ არის სასიამოვნო ამბავი, როგორც ჩანს ასია, კობახიძის გაძლიერება და კობახიძისთვის კარდ ბლანშის მიცემა ნიშნავს მხოლოდ ამას. ანუ ისინი კიდევ უფრო მეტ და უკვე საკანონმდებლო ცვლილებებიც ვნახეთ, ხო, ბოლო დროს რაც მიიღეს, აი უკვე დღესვე რაღაცა შეასწორეს ეგრევე რაღაცა ცესკოში, ანუ დამკვირვებლებს აუგრძალეს კარუსელის პრაქტიკულად აღმოჩენა, უფრო და უფრო ისეთ კანონებსაც იღებენ, რომელიც ხელისუფლებას სრულად კალბალს აძლევს. არ არის გამორიცხული, რომ ეს საერთოდ განზრახვაში იყოს, რომ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები მართლა ჩაატარონ, როცა ამ დიქტატურის კონსოლიდაციას
დაასრულებენ. თუ ყველა პარტია აკრძალეს, ყველა პარტია თუ აკრძალეს, ყველაფერი ეხა აჭარის უფროსად რიჟვაძის ადგილზე ვის ნიშნავენო შემეუბნებოდი? თამაზაშვილი, ანუ პოლიციის უფროსი, ხო? პოლიციის უფროსი. ანუ ეს არის თამაზაშვილი არის თბილისის პოლიციის უფროსი. არ ვიცი ხა ეს რამდენად დადასტურდება ოფიციალურად, ხა ჯერ ველოდები ოფიციალურად დაიწერეს. და საინტერესოა ეს იქაურიც არ არის, აჭარელიც არ არის, ანუ აჭარის კულტურა. ანუ წარმოგიდგენთ ხა აჭარას აბარებენ პოლიციელს. თბილისიდან გადაყავთ პოლიციელი, თუ ეს გამართლა. კიდევ ერთი საინტერესო რაც ხა დადასტურდა არის ის, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს უხელმძღვანელობს გიორგი ბუხრაშვილი. ამ ბუხრაშვილთან დაკავშირებით ჩვენც ვეუბნებოდი და ხა აგერ პოსტით ჩემხვდა საინტერესო ვინ ყოფილა ეს გიორგი ბუხრაშვილი, ანუ აჭარის პოლიციის უფროსი ვინ შეიძლება, ვანო მერაბიშვილის კადრი, მორიგი. აგერ ერთ-ერთი პოსტი შეხვდა, რომ არჩილ სამნიძის აჭარლებს კარგად გეხსოვებათ 2012 წელს წინასაარჩევნოდ რეგიონში, კერძოდ ბეშუმში ჩამოსული ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მაშინ მას და თანხმლებ პირებს პროვოკაცია მოუწყეს და მაშინდელი პოლიციის ხელშეწყობით ქვები დაუშინეს სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა პირებმა და მძიმე ფიზიკური დაპირისპირების ფონზე გამოაძევეს ხეობიდან. მაშინ შესოსო სპიკერი გახდათ გიორგი ბუხრაშვილი, რომელიც მერაბიშვილის მარჯვენა ხელიდან დობით აღჭურვილი პირი იყო. დღეს ეს პიროვნება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნეს. ხო, ნუ გასაგებია რა, ვიდეოც დევს, ეხლა არ ვიცი ხა ვიდეოს ვერ ნახავ რა ამ თემა იმ თავდასხმაზე რაღაც განცხადებას აკეთებს. ალბათ აპრალებს, ხო, ბიზნესზე თავდასხმას. ანუ ვარო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი ეხლა დანიშნეს აჭარის პოლიციის უფროსი. ვანოსაც ხარ დააბრუნებს. ბათუმის მერად არის საერთოდ მეგის კარდავას ის თანამშრომელი ბატონი ჩიქოვანი. ხო, მოადგილები თუნდაც. თანამშრომელი კი არა. ბატონო, ხო, თვითონ იძახოთ არ ვიყავით მოადგილე, მაგრამ შემდგომ ფაქტია და ანუ ბათუმის მერი არის მეგის კარდავას მოადგილე, პოლიციის უფროსი იქნება ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი ბატონი ბუხრაშვილი და ჩვენ დაგვიძახებენ ნაცებს. ჩვენ ნაცებს. ხო, ნუ გასაგებია ეს ყველაფერია, მაგრამ დაგვიძახებენ ნაცებს. აგერანაშია საქმე. ეს დიქტატურის კონსოლიდაცია შესაძლოა არ გამოურიცხოთ ის მომენტი, რომ თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც მოახლოვდება, რაც კანონით არის განსაზღვრული, ეს თვითმმართველობის არჩევნები არ დაუნიშნია ხელისუფლებას ახლა. ეს ასე არის, უწევს რიგითი. იქ დაამტყვია, რომ თქვათ რიგარეშეც შეიძლება ჩვენი როცა პარტიები თუ აგვიგრძალეს ასე ვთქვათ, კანონმდებლობა მთლიანად თავის თავზე მოირგეს, რომ რა ენაღლება, ჩაატარებს, აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ხო, და მე იმას იზამს. დამთავრდება ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესი. ამის კადრებელი ყომახიძე ნამდვილად არის, რომელიც იმას არ შეაწუხებს. და თუ ის ამ პროცესში იქნება ასე ვთქვათ, წარმატებული და ბიძინა ივანიშვილის ამას ყველაფერს მიართმევს ასე სრულ ძალაუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობიანად. ნუ ბიძინა ივანიშვილი თუ ჩათვლის, რომ ეხა ეს უკვე ყომახიძე ნამეტნავად ასე ვთქვათ, უკვე გალაღდა, რა მოხსნის მე, მოახსნევინებს, აიძულებს გადადგეს, თუ არ გადადგება და ნუ პრინციპში ამ ხნის განმავლობაში სანამ ეს დიქტატურის კონსოლიდაციას მოახდენს ის ყომახიძე უარყოფითი რეიტინგი, რომელიც ისედაც არაკლია, კიდე გაუკეთებას და გასამკეთებას მოასწრებს ნამდვილად. და უფრო მეტად საზღვარგარეთაც მოასწრებს საკუთარი თავის დისკრედიტაციას და შიგნითაც. და თუ ესე იგი გაფუჭდა ვერ მიაღწია ამას ყომახიძე, ვერ გააკეთა ეს ყველაფერი, ანუ ვერ მოახდინა, შეეშალა ხელი რაღაცა გარე თუ შიდა ფაქტორების აქ ხალხი გამოვიდა, იქ რაღაცა ზღვა დაიწყო, იქ რაღაც უცხოეთიდან სერიოზული ზეწოლა წამოვიდა და აირია აქ სიტუაცია. ნუ ისევ ამას დაბრალდება, ხო, თავის თავს უარ დააბრალეს, ბიზნესი იტყვის, აგეს ყველაფერი მოგეცი. ყველა ბერკეტი მოგეცი და ვერ მიგვარებს სიტუაციას. ანუ ამ შემთხვევაში მე მგონია რომ ყომახიძეს კიდევ სრულ პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესებზე და ყომახიძეც იქიდებს ამ პასუხისმგებლობას თავის თავს იღებს. იმიტომ რომ მასაც უნდა იზოლო. ანუ ყომახიძე ყველაზე უფრო შემსრულებელი აღმოჩნდა მის პრემიერ-მინისტრებს შორის, ხო? ვინც საათნაურა პრემიერ-მინისტრად ბევრი ვინმე მოსინჯა, ღარებაშვილი საერთოდ ორჯერ მოსინჯა. მაგრამ ყომახიძე ყველაზე უფრო ისეთ შემსრულებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, მე მაგალითად არაფერს არ გამოურიცხავ. თუმცა ეხა ჩვენ ბუნებრივია მარჩელობა გვიწევს, იმიტომ რომ ბიზნეს გონებაში რა არის? არა, ბიზნეს ჩავდე ეს აი პირადად იცნობ. არა, მარტო მე ვიცნობ პირადად ყველა შედამოწმე ამაზე. არენდობა ის არავის, მას არ აქვს ასეთი მომენტი, რომ ენდოს და ბოლომდე მას გადააბაროს რაღაც ამას არ იზამს. ყველა ადამიანს ის უყურებს როგორც საკუთარი ძალაუფლების რესურსს. ამ შემთხვევაში ყომახიძეს თulis რომ იდეალურად ერგება ამ როლს და თუ კარგად წავა საქმე ბიზნესი მოგებული, თუ ცუდად წავა საქმე დაბრალდება ყომახიძეს. ისევ. აი ეს იქნება.
ხო, კი ბატონო, შენ ახსენე ეს დაბრალდა ტრამპს, ასე ვთქვათ, ვერ დამარცხება Deep State-ის და ეს მნიშვნელოვანი ამბავი, ამას არ უნდა უაროთ გვერდი, რადგან ჩვენ ხედავდით როგორ ვითარდებოდა მოვლენები, ისინი ამბობდნენ რომ აი ტრამპის იმედი აქვს 20 იანვრის მერე ყველაფერი შეიცვალა, მე მიხვდები რომ თლად ასე შეიძლება არ მოხდეს და დაიწყეს საუბარი რომ აი თუ Deep State-ს დაამარცხებს, მაშინ შეიცვალა თუ ვერ დაამარცხებს. მე მოხდა ის რომ ელჩი ამერიკის ჩავიდა ვაშინგტონში, იქიდან ჩამოვიდა რაღაც ინსტრუქციები შეხვდა აქ ქალბატონ მინისტრს ბოჭორიშვილს და გადასცა ეს გზავნილები და დრო მისცეს ერთი კვირა ორი კვირა ამ პასუხზე როგორც ჩანს ქართული ოცნებისგან ამ გზავნილებზე პასუხი არ არის არც დადებითი პასუხი ან უარყოფითი არის ან შეიძლება საერთოდ არ არის შესაბამისად კონგრესში დაიძრა მეგობარი აქტი ჩვენ ვნახეთ ამას მოაყოლა მე კობახიძემ განცხადება რომ აქ პარტიებს აკრძალო მე ვფიქრობ რომ sapasukho იყოს სწორედ და მე ვნახეთ ახლა დეპარტამენტის განცხადება სადაც ფაქტობრივად თქვენს რომ დემოკრატიის უგულებელყავს ვერ გაგიტარებთო და კალაზე გამოვიდა და სიმართლე გითხრა და გულდაწყვეტილი ვარ რომ ჩვენ გვეგონა მადლობას გვეტყვა და ტრამპი იმიტომ რომ ის ახლა ებძვის Deep State-ს და ჩვენ 3 წელია Deep State-ს ვებძვით. მართალია მაშინ Deep State-ის სიტყვა არ იცოდა კალაძემ და არც ოცნებაში არავინ არ იცოდა და გლობალურ ომის პარტიას ებრძოდნენ 3 წლის წინ. მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს 3 წელია ვებძვითო იმას რასაც თვითონ ებძვისო იგივეს ვამბობთო რაღაც კონსერვატული იდეები მაქვს და გაკვირებულები არიან რატო არ მოეწონა ქართული ოცნება ტრამპს. და რატო გაგვიკეთეს რაღაცა ასე ვთქვათ აქცენტი დემოკრატიაზე. არადა ჩვენ თუ დავაკვირდებით დემოკრატია არის ერთ-ერთი მთავარი რაზეც ტრამპი აკეთებს პედალირებას, ხო? აი იმ განცხადებაში რომელიც გაავრცელა უბრალოდ საპასუხოდ მისწერა ერთ-ერთ ქართულ გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტი იქ ეყონობიან ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას რომელმაც ევროპელებს უსაყვედუროა რომ ნაკლები დიქტატურა და ნაკლები დემოკრატია. ან წარმოვიდგინე ხა ტრამპის ხელისუფლება ევროპას ეუბნება რომ არა გაქვთო საკმარისი დემოკრატიაო იქ რაღაც დიდ ბრიტანეთს ეუბნება ცენზურა გაქვთო იქ რუმინეთში რატო დაიჭირე ხა იმას საყვედურობენ საფრანგეთს რომ ლეპენის წინააღმდეგ საქმე რატო არის და ასეთ ფონზე ხა შენ ოპოზიციას გრძალავ. ხა ეს უნდა იმას ქნას რა ქვია გაგიტაროს ხო ტრამპმა. შესაბამისად მივიღეთ ეს სიტუაცია როცა იქედან ამას ემატება ჩინეთთან კეკულწობა ამ ხელისუფლების ამას ემატება ირანთან კეკულწობა და იქ ირანში ჩასული კობახიძის სურათი ალბათ ტრამპს აჩვენეს არ ვიცი ტრამპს თუ არა რუბიოს მაინც აჩვენეს მარკო რუბიოსა ნუ შესაბამისად დარჩა ასე და ეხლა მოდის ეს განცხადებები ჯერ ასე ვთქვათ თავიანთი ეს რაღაც მოლაპარაკე თავები რო ყავთ ექსპერტები ისინი მათ დაიწყეს ტრამპზე თავდასხმა რომ აი ტრამპი აღმოჩნდა ისევ Deep State-ის მონა ვერ დაამარცხა ბაიდენისგან არაფრით განსხვავდება და ასეთი განცხადებები მოდის აი ამ რაღაც მათი ექსპერტებისგან. მაგრამ მე გამიშეკითხვა მე რა ხდება? და დღეს კობახიძემ გითხრა რომ ჩვენ ორივე სცენარისთვის მზად ვართ. ანუ ფაქტობრივად გვეუბნება რომ ამერიკა თუ მოგვაწვება ჩვენ უკან არ დავიხებთ. არ გვაინტერესებს. ანუ ეს ბიზნეს გადაწყვეტილებაა. ხო ანუ რამდენიც მეტად მოგვაწვება ჩვენ მეტ უარეს გავაკეთებთ. აერთი ნაბიჯით უკან. აი ეს პოლიტიკა სანამდე შეიძლება მივიდეს როგორ გონია რამდენად გაამართლებს ეს პოლიტიკა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ორ რაღაცაზე ჩემი აზრით ერთის თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე და აქ ცოტა სახიფათო თამაშია ეს ბიზნესიანიშვილის მხრიდან იმიტომ რომ ეხლა გაგაწყვეტინებ ეხლა მომწერეს რომ თამაზაშვილიო კახელი თამაზაშვილი არ არისო ქობულეთელი თამაზაშვილიო ანუ აჭარიდან არის ასე ვთქვათ ხო არა აჭარელი არ დაუნიშნავთ მაგრამ პოლიციას ნიშნავენ ქუთაისში მუშაობდა მე ეს მახსოვდა ქობულეთშიც არიან თამაზაშვილები და მოკლედ ერთის ხრი სახიფათოა ტრამპთან ასეთი თამაში და დროინდელი კადრია მითუმე განსარევ კადრი ყოფილა ესე იგი ტრამპის შეუძლია ძალიან ხისტადი მოქმედოს გასხოვებით ბაიდენისგან არ შემოიფარგლოს თუ სერიოზულად გადაწყვიტა რომ ასე ვთქვათ კობახიძე თუ ბიზნესიანიშვილი არის დასაჯელი ამერიკის მხრიდან ეს არ იქნება მხოლოდ მეგობარი აქტი და სანქციები გადარწმუნებით გეუბნებით იმიტომ რომ ეს რეგიონი როგორც ჩანს ამერიკისთვის მაინც მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცი ტრამპი ეგრე გრენლანდიის დაპყრობას აპირებს ლამის და საკმაოდ უხეშად შეიძლება იგივე ბიზნესიანიშვილის წინააღმდეგ იმოქმედოს მე ვერ გეტყვი კონკრეტულად რას გააკეთებენ
მაგრამ ასე მარტივად არ ხო და მე მაინც ივანიშვილი არის იმედად ფაქტობრივად ომს უცხადებს ხო ღია ომს ამბობს რომ ჩვენ თუ ღია ომი იქნება ამერიკისგან მზად ომის არ იქნებოდი დამშვიდებული დარწმუნებული არც არის მეორე ფაქტორი მნიშვნელოვანი და აი აქ არის შეიძლება ის რაც ისი იმედიც კონდეს ბიზრე ივანიშვილს შეიძლება ის ფიქრობს ჩემი აზრით მისი ლოგიკით ასეთია რომ თუ მე მოვასწარი სანამ ეს ამერიკული რისხვა ასე ვთქვათ ჩემთან შევწინააღმდეგ გაგიწურება ანუ სანამ დამარტყამენ ასე ვთქვათ ამერიკიდან თუ მე მოვასწარი მანამდე აქ ოპოზიციის და გასწორება მიწასთან და აქ დავჭი მარტო მე ანუ რეგიდან საზღვარგარეთიდან რომ შემოხედავენ აქ მხოლოდ ბიზნესი უნდა იყოს რომელიც ყველაფერს აკონტროლებს და სხვა მისი ალტერნატივა აქ არ უნდა არსებობდეს ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც გარიგება მოხდეს. მაგასთან კი არა, კაცჭამია ბოკასასთან ყოფილა გარიგებები. ანუ გარიგება მოხდება იზრაელაშვილის ხელისუფლებასთან იმ შემთხვევაში, თუ ის მხოლოდ ის არის აქ რეალურად ფიგურა. მაგისკენ მიყავს ახლა საქმე. ცდილობს ეს გააკეთოს, რა თქმა უნდა, ზუსტად ეგ არის. ანუ აქ შევი ოპოზიციური სპექტრის პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ვერ ქმნის ამ ალტერნატივას. ძლიერ ალტერნატივას რომელიც იგივე ტრამპის ადმინისტრაციისთვის, იგივე ევროპელებისთვის, თუნდაც აზიელებისთვისაც და რუსებისთვისაც კი იქნება ამის საპირწონე, ანუ რომელიც ჩათვლიდა რომ თუ ბიზნესი არ იქნა, ან აქ თუ ქვეყანა აიღია, ვიღაცა ვინც შეიძლება შეცვალოს ხელისუფლებას არის ეს ხალხი. აი ეს ხალხი არ ყავს, ანუ სტრუქტურიზებულად არ არის, ყავს ოპოზიცია, 4 ბარიერი გადალახული პარტია, ყავს პარტიები, ყავს სალომე ზურაბიშვილი, ასე ვთქვათ, ლეგიტიმური წარმომადგენელი, ოპოზიციური ძალების საზღვარგარეთ ძირითადად მეხუთე პრეზიდენტი საქართველოსი და მორჩა. ესენი არც ერთი არ არის ჯერ ალტერნატივა. ყველაზე რეიტინგული მათ შორის დღეს არის სალომე ზურაბიშვილი, თუმცა მის გარშემოც ვერ ხერხდება, ასე ვთქვათ, ერთიანი ძლიერი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბება და ეს რო ვერ ხერხდება. ამას აქვს ობიექტური მიზეზებიც, სუბიექტურის გარდა, იმიტომ რომ აი შეც ქონდა ამაზე პოსტი და მეც გეთახმები მაგაში ეს ნაცური და არანაცური ფლანგები ოპოზიციის არ არის თავსებადი თავისი ბუნებით და ნუ ეს ძალიან რთულია ამ დროს. აქ მარტო ის კი არა რომ მიზნები აქვს, სხვადასხვა მიზნები სხვადასხვა. გარდა იმისა რომ ეს ხელისუფლება არ უნდა ორივეს. იმას უნდა ძველი საუდგენა, ამას უნდა სხვა რაღაცა, ხო? ისტორიის წაკითხვა აქვს სხვანაირი. აბსოლუტურად ამაზე თან არ ეშვებია. ის კი არ არის რომ რაღაცა დაუშვათ მე სხვანაირად მესმის წარსული შესხვანაირად და მოდი ახლა ახლა სხვადასხვანაირად მესმის ერთიანობის გამო ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. საერთოდ წარსულზე და ვილაპარაკოთ მომავალზე და მომავალზე გავაკეთოთ აქცენტი. არა, სულ მიდის წარსულზე აპელირება. საკმარისია პატარა ფეხი გადაუბრუნდეს ბიზრა ივანიშვილს და აი რაღაცა ეს რომ მიშას ეკნა მაშინ რა ამბავს ატეხდნენ. აი ახლა იმას რომ მიშას რო რაღაცას თხოვდნენ, აი ხო გამოჩნდა რომ ახლა ტყუილი ყოფილა და სულ იქ არის. ვიღაცები რომ დაიჭირეს რომ გამოჩნდება რომ ცუდად იქცევა ის მიშას დროინდელი დაჭერილი ადამიანი, აი ხო ამბობთ თუ ზექსორა დაუჭერე ღირსი. ანუ აბსოლუტურად სულ უკეთ დაბრუნებებია რა, სულ ფლეშბეკები აქვს სული. ასე ვთქვათ, ტერმინი რო იხმაროთ და კინემატოგრაფიული. ანუ სულ რაღაც წარსულით არის, რა ეს ასე არ გამოვა არასდროს არაფერი. ეს ვერ შედგება ერთობად. ამიტომ ეხლა რაღაცა ეს ოპოზიციური ძალები ჩემი აზრით ჩამოყალიბდნენ ერთი რომ ეს საერთო საფრთხის შეგრძნება. მე მგონი ყველას უნდა კონდეს, იმიტომ რომ რაც ხდება ეს სამთავრობო ცვლილებას არ არის ხუმრობა საქმე, უფრო გართულდება ბრძოლა და უფრო გართულდება ვითარება, უფრო ცუდ კანონებს მიიღებენ ჩემი აზრით, უფრო მოუჭერენ სიტუაციას, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ბიზნეს ივანიშვილის გეგმა თუ რამეა, ჩემი აზრით, აქ უნდა იყოს ის, რომ მან სრული პატრონი გაასუფთავოს უნდა ყველაფერი. იმიტომ რომ იგივე ტრამპს აზრიც არ უნდა დარჩეს აქ, რომ ვიღაცამ შეიძლება ეს შეცვალოს. არ უნდა იყოს უბრალოდ არავინ. უნდა იყოს მარტო ბიზნეს პარტიებს აკრძალა, არ იქნება არცერთი პარტია და მორჩა. მეგრება ერთი პარტია ხა იაგო ხუჩიას ყველ დააყენებენ ახლა სერიოზულად ალტერნატივა და რა ხო მაგრამ აქ თავარ კითხვა შემოდის ახლა სადამდე გაყვება ხალხი ხო ახლა მათი მხარდამჭერები თუნდაც ეს ახლა ოქროს მხარდამჭერები ყველაფერზე წაყვნენ ჯერჯერობით ეხლა ნაცების შიშით და ნაცებს თუ აკრძალავს მერე ვისი შიშით შეაშინებს თავის ამომრჩეველს ეს საინტერესო კითხვა მაგრამ ნუ ოპოზიციაშიც არ არის ყველაფერი კარგად ჩვენ ვიცით აგერ გირჩი მეტი თავისუფლება სამაწევრმა დატოვა ცოტა კაბელიძე რომლებიც ბოლო დროს გამოიჩინეს. შესაბამისად ცოტა კაბელიძე, რომელიც
წამოვიდა გირჩიდან, იქნება ჩვენი შემდეგი სტუმარი, ასე რომ დაგველოდათ რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ცოტნე კობერიძესთან ერთად. Așa ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარი არის შემოგვერთა სტუმარი ცოტნე კობერიძე, მოგესალმებით ცოტნე. ეხლა როგორ დაწარგადგინოთ? გირჩის ყოფილი წევრი, ყოფილი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკაში ხარ ისევ თუ რა ხდება? მოკლედ ვინც არ იცის, გირჩი მეტი თავისუფლება ცოტნე კობერიძემ, ჩელე ყურუამ და კიდე ერთმა გრიგალაშვილმა, ხო? ბადრი გრიგალაშვილმა დატოვეს და ნუ ყველა ოპოზიციის გაერთიანებას ლაპარაკობს და ამათ აგერ პარტია დაშალეს. რა მოხდა გითხარი? არაფერი რაც ახსენი პოსტში იდეაში ეგ მოხდა პარტია. პარტიას არ უნახავს მოდი აუხსნათ. ნუ ჩემს პოსტში მეწერა რომ ტელემაყურებლებს. ზოგადად მე ყოველთვის ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ ხოლმე და როცა ხშირად მიწევს რომ გავმიჯდო იცი ჩემი პოზიცია არ ასახავს ჩემი პარტიის ან კოალიციის პოზიციას და ამის გამეორება რამოდენიმეჯერ საჯაროდ გიწევს ეხლა მოქალაქე გიყურეს რომ ხა ბოლო გაგვაგებინე მაშინ სადლა მან რატო ხარ იმიტომ რომ თითქმის ეხლა თავად ნარატივში ხელისუფლებასთან მიმართებაში მათ ყოველას ერთნაირი პოზიცია აქვს თქვა და რატო უნდა იყო მაგ პარტიაში ან სხვა პარტიაში რატომ არ ახარ მან დაიწყო რომ აი რაღაც დეტალებში უფრო კიდე აი ამ კოალიციისკენ ან ამ პარტიისკენ ხა ეგეთი პოზიციები მე არ მქონია რომ თქვა და ის ყოფილიყო ხაზი ჩემი პარტიის ან კოალიციის იყო პოზიცია ზურას თქვა რომელიც იყო მუდამ დიდი ერთობისკენ მიმართული და პროცესების ასე უყურებდა ამ პოზიციის გამზიარებელი კოალიციაში თქვა ელენეს გარდა ნიკები ნაკლებად იყვნენ მათ შორის საჯაროთაც ძირითადად არ იყო რაღაც დიდი ერთობა იყო გამოსავალი და ყოველთვის რომ კოალიცია როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი მისი როლი წინ წამოეწია რომ თქვა ის არის პირველად გიდოსანი ოპოზიციური კოალიცია და ასე შემდგომ და ნუ ახლა ბოლო ხანაში მოხდება ამოიფულ სიტუაციაში ვიყავი რომ ნამესაუბრო რაღაც ერთობა რაც მე თვითონაც ამჯეროდა არ გამოდის რა იყო მოდი ამაზე ვისაუბროთ პირველ ეს არის განსხვავება შეფასებაში არჩევნებთან მიმართებაში მე ყოველთვის ვიცი ამ ქვეყანაში არჩევნები როგორ ტარდებოდა მე ვიცი როგორ იყო 2018 წლის მეორე ტური მე ამას ხედავდი მათ შორის საჯაროდ მაშინდელი მოსყიდვა როგორც იყო ვალეს გაგის ტური თუ ეგეთი არც აქამდე და არც მის მერე ესეა თავხედურად მე არ მინახია და ოპოზიციის მესიჯი იყო რომ მიუხედავად ამისა ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მიუხედავად ამისა, რომ არჩევნებს აზრი აქვს და მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გვექნება დიდი უპირატესობა, ისე როგორც შეიცვალა წინა ხელისუფლება, არსებულიც ასევე შეიცვლება და თუ იქნება 2 მილიონზე მეტი მომსვლელი ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოვიდა ოპოზიციური ამორჩეველი. და მე მქონდა სულ ამის შიშიტო მეორე ტურმა მაშინ პრეზიდენტის არჩევნებზე მიკრომოდელი იყო ამის დამანახა რომ პირველ ტურში ცოტა ხალხი მივიდა და ოპოზიციამ მოიგო მეორე ტურში მობილიზაცია იყო ბევრი ადამიანი მივიდა და აღმოჩნდა რომ ეს ხდება ესე იგი კოცების Excel-ის ფაილმა იმუშავა თავის გაწერილი თელი სისტემით და ამ არჩევნებზე ჩემი აზრით ოპოზიცია ამისთვის არ იყო მზად მოქალაქეს სხვა რამ უთხარით 8 საათამდე შეიცვალა ხო და არა წარსულის ხარა ეგ არის მე ჯერ ვიწყე პირველი არჩევნების გააზრება. არა, მე მაგას ვამბობ, რომ იმ არჩევნებს რო ადარებ, ეხლა 20-ს მაგას ამბობს, რომ მეორე ტურში რამდენი ხმაც ავიღეთ, იმდენი ავიღეთო და რატო გიკვირთო, რატო იძახით, რომ გავაყალბეთო. მაშინდელის გახალბება იყო მეთქი მე თამამობ და გახალბების მიუხედავად ის მერე იქ 2018 შეიძლება ვიღაცამ მართლა მისცეს გულწრფელად. ხარო დაინახეს, რომ ნაცების კანდიდატი იმარჯვებდა, მაგრამ ამის მერე ხო კლამის ქვეყანა მოტრიალდა ხო ომი დაიწყო ესე დასავლეთს დაუპირისპირდნენ ევროპაში და ამერიკას დაუპირისპირდნენ აქ შეზღუდვები და ანუ ვიღაცები არ ჩაეხსნა ანუ არავინ ოცნებას ესე გამოდის ამის გამო ვინც გულწრფელად უჭერდა ხას გაყალბების აცემა ოცნების ხმების სტატიაზე მეტად მე რაც ჩემთვის რაც იყო პრობლემა იყო ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები რომ მიხედავთ მაგისა არ ხდება რომ ამ ხმების მობილიზირება ხდება ოპოზიციისადმი და ეს არის იმგვარი ტიპის ხრელი რომ რაც არ უნდა ყოფის კავშირზე იზრუნო იყო რამდენიც 2018-ის მეორე ტურში ხო ხო და პრობლემა ამის ზრდა თუ არ ხდება ჩემი აზრით არის პრობლემა თქო ყოველ შემთხვევაში და გაძლევს იმის ფიქრის საშუალებას რომ აი და ვიძი და გამოვიდეს და ხვალ არჩევნები ჩაინიშნოს იგივე შედეგი თუ იქნება მაშინ რას ვაკეთებთ ხო ამ ხალხს რას ვეუბნებით აკვირდom ამის გააზრება რო ხდება და არის პრობლემა ჩემთვის და ვაწუხებდა რომ ნუ რაღაც თუ არ შეიცვალა იგივე თუ ვაკეთეთ
არაფერი არ შეიცვლება. არჩევნების შემდგომ აკეთებთ იგივეს. ეხლა განსხვავება იყო. შეფასება შეძგაყავებულად აფასებდა მთელი ოპოზიციას და განსხვავება ამ შეფასებაში რა იყო? მე ვფიქრობ, რომ არსებობს იმგვარი ტიპის უპირატესობა, რომელიც დაფიქსირების შემთხვევაში ქართულოცნებას გადახევ და ამის რწმენა მაქვს, რომ არსებობს საშუალება, რომ შენ ქართულოცნება გადახევ. თუ ამის რწმენა არ იქნება, ჩემს პოლიტიკაშიც აღარ უნდა იყო, უბრალოდ უნდა იყო იმაზე, რომ აკეთებდე რევოლუცია, შენ თუ არც რევოლუციას არ აკეთებ ამ წამს და არც საუბრობ რომ პოლიტიკური დღის წესრიგი როგორ აწარმოო, თქვა როგორ გაიზარდოს შენდამი მოწონება ხალხის, მაშინ ხარ ამორფულ სიტუაციაში, რომლის ერთადერთიც მიზანია პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში იყო უფრო პრეზიდენტზე მოკუჩდეს აქ იყოს და დროში გაიწევოს პროცესები და დრო არ მუშაობს ჩვენზე, დრო მუშაობს ჩემი აზრით ამ ნაწილში ყოველთვის ხელისუფალზე, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვამბობთ რომ არაღიარების პოლიტიკა მთავარი ეხლა ჩვენი ღირებულება, არაღიარებისთვის ყველაზე პრობლემა არის დრო, იმიტომ რომ დრო როცა გადის, სახელმწიფოები ერთმანეთს უფრო მეტად გვანან, ერთმანეთი უფრო მეტად ჭირდება, ერთმანეთის აღიარება ზოგადად მაგ კონცეფტის რაც არის სახელმწიფო და რაც არის ეს ფიქცია და შესაბამისად ფიქციები მიდრეკილები უფრო იქნებიან თუნდაც ისელჩი დღეს თუ შეხდება მორცხვად შეხდება და გეტყვის რომ ამ თემაზე ხვალ კიდე შეხდება ზეგ ეკონომიკურ საკითხებზე შეხდება მასე იმაზე და როცა გადის მიასთვის მიცემული დრო არის და მე როცა გავინახე როცა თავარი მუხტი იყო და თუ ამ პოლიტიკას აკეთებ რომ დღეს დაახლეს უნდა გამოვიყენო და გადავხილ ხელისუფლება მათ შორის ქუჩაში და დავინახეთ როცა პრეზიდენტის სასახლედან გამოვიდა გითხრა რომ ხა კეთდებოდა წინააღმდეგობის ფრონტი რომელიც მომიზადებოდა როგორ ჩატარდეს არჩევნებზე და იქნებოდა კოორდინაცია გავიდა მე თქვენ ნახევარი და ფიზიკურად ყველაზე ნაკლებად მაშინ მოიძებნებოდა პოლიტიკური სპექტრი და პრეზიდენტი და მე დაისვა საკითხი რომ პოლიტიკურად რავშევთ რომ აწმოში დღეს დაახლა ყოველდღიური დიდი აქციები და ჩხუბით შემატება რო არ იყო ამის მე უკვე მომავალზე ფიქსრო იწყე ხვალდაზე გრავშვებით ახლა ისევ იგივე მესიჯით დაბრუნა პოლიტიკური სპექტრი და გითხრა აი 31-ში ჩვენ გეტყვით რაღაცას და 51-ში ფრონტის მაგირა თქვით რაღაცას პლატფორმა და რაც ახლა სიტყვის ერთი პერიოდი რო ხოცებოდა კოჰაბიტაცია რო ვისწავლეთ ეხლა უკვე ყველა თვე ახალ რაღაც უცხოურ სიტყვას ვასწავლეთ ერთმანეთს და ვართ სინამდვილეში ბუტაფორიაში არსებობს მოკლედ ოპოზიციაში გზნობ რომ ორი მიმდინარეობა ერთი რომელიც ასე თუ ისე თქვის რომ არჩევნებს აზრი რაღაც ნაწილში აქვს და არც ამაზე გულწრფელად არ ამბობს და უბრალოდ ჯერამის დრო არ არის და ეს კითხვა არ დავისვათ და აქ ამყოფებს და მეორე ნაწილი რომელიც თქვით რადიკალიზაცია და თქვა ეხლა აქ რევოლუციით ხელისუფლებით თქვა მაგრამ ტელევიზიაში მაინც გეტყვის რომ არა მე არ მინდა რამე ძალადობრივზე საუბარი რაღაცა სიამდვილეში არის გაჩერებული მე ჩემთვის არის გარკვეულობა მნიშვნელოვანი როცა ჭუია პირველი თუ იმე ვარ სიამდვილეში გირჩელები ვიყავით მე ვიყავი რა ვიცი ნაცემიც ვარ სახთან დავხვენ ელექტროშოკების დამიჭირეს მაგინეს მე დამაჯარიმეს მაგაზე ჩემს და იქ ვარ მე სულ მაგ პროცესში როცა ამაზე ამიტომ ან ერთიც გულწრფელად უნდა იყო ან თუ მეორეზე ფიქრობ რაღაც პოლიტიკური არის მაშინ პოლიტიკურად რა დღის წესრიგი გაქვს მაგაზე უნდა იყოს მეტად კაფიო მაგრამ როცა სიტუაცია შუაში არის ესე გაჩხრილი უბრალოდ ერთმანეთს დუმილით ვატყუებთ და ვითომ არ არის ხარანაირი პრობლემა არ ხდება ეგ არის ჩემთვის თავი შემაწუხებელი მე კი იმას გავაკეთებ რაღაცა კონკრეტული ფორმულა ვიცი ეხლა სიტუაციას რას შეცვლის მაგრამ იგივეს კეთებას რომ მაინც გავეშოთ და შეწუხებულები მაინც ვიყოთ რაღაც არასწორია და თელი ფიქრი აქ გადავიტანოთ ეგ მაინც იქნება უკეთესი ვიდრე არსებულის გაგრძელება და ჩემ ნაწილში რაიმე ახალი რა უნდა მექნა რომ მინიმუმ ცოტნეს პიროვნული გადაწყვეტილება მიმიღო ვისაუბრე ზურასთან და ზურა მითხარ რომ ესმის ჩემი რასაც ამოს ის ხვანაერად უყურებს რომ დიდი ერთობა თუ არ შედგა ისეც არაფრის არ ჯერა ამ დიდ ერთობას უყურებდა ვინც რაღაცნაირად მისი ლიდერი ჩანდა იმან თქვა რომ ვინც ახლა ისე გაერთიანებაზე საუბრობს და შემოგდებული თემა არისო ამის ფონზე პერსპექტივას ამაზე საუბრის არ ვიცი აი არ გამოდის და რა ვქნათ იმიტომ წარმოიდგინეთ დღეს სიგნალში ვინმე რომ მოინდომოს 2 წუთში მთელ პოლიტიკურ სპექტრის ყველა ლიდერი ვინც არის იქნებიან ერთ ჩატში და რას აკეთებენ აი სიტყვასიტყვით ამ წამს სად იმყოფებიან რა სჭამენ რას ეგეც კი შეუძლია ერთმანეთს გაუზიარონ ვინმეს ერთობა უნდადეს ამას კეთება უნდა საუბარი კი არა ჩვენ უნდა აი მაგალითად აი ჟურნალისტი რო ხარ და რომ სულ მეუბნები რომ ჟურნალისტებმა უნდა დავსვათ საინტერესო კითხვები მაგრამ ერთი საინტერესო კითხვაც არ დავის უბრალოდ მე საუბრებოდე რომ კარგი ჟურნალისტი იქნები რომ საინტერესო კითხვები სვავჭო გავიგეთ რომ კაი პოლიტიკა რომ გაერთიანეთ მაშინ არა არც ის არც ეს და ესე გაგრძელება იყო პრობლემა ამ შემთხვევაში აი შენი მეგობრებიც ერთად თუ წამოხვედით სავარაუდოდ ერთ აზრზე პირველ რიგში მაქვს რაღაცა ოპტიმიზმი ზოგადად რა რაც არ უნდა იყოს მე რაღაც ხალხი დავინახე რომელიც ახალი არის ბოლო 3 წელია რა ხალხის დავინახეთ ვინც მათ შორის აქციაზე დადეს ვინც ყველაზე მეტად ხილული იყო ამ პროცესებში როგორც აქტივისტი
რომლებიც სხვა გემოთი ფერით, საუბრის მანერით, რაღაცა სხვა ენაზე საუბრობენ და სხვა ტიპის ხარისხი და პიქსელები გააჩნია და ეს ხალხი ახლა ყველაზე მეტად დათრგუნულია და ყველაზე მეტად დეპრესიაშია ახლა, იმიტომ რომ ისე არ გამითვალა სიტუაცია როგორც უნდა და რაღაც გაცნობა მაქვს რომ მას არაფერი არ წაუგია რა, ანუ მისი კარგი ქვეყანა უეჭველად იქნება და მე ეს რაღაცა გავიღვიძეთ ბელარუსში არ მინდა არც მაგის გაგუება და სენდეშ გურსებაში არც მჯერა, იმიტომ რომ ამ ხალხისგან მაგას ვერ გამოთვლი ჩემი აზრით და ამ ხალხს არ მინდა ეხლა რომ იმედი ჩავკლა აქედან გასაქცევია, იმიტომ ხვალდაზე რუსეთმა ერთმანეთის ძევლები გავხდეთ, რომ გვაქვს დღეს იმგვარი სიტუაცია რომ რომს გაიღიმო არც კი არ უნდა დაგინახო, იმიტომ რა გაღიმებს ეხლა რუსეთი ვარ, მაგრამ ჩვენ თუ არ დავაბრუნეთ რაიმე მიზანით მეტნაკლებად მოკლედ უგრძელვადიანი რომ რაღაც ფერხოში ჩავებად, ისე მაშინ ვაკეთებთ იგივეს, ან ახლა უნდა ვიჭყობოთ, რისთვისაც მე მზად ვარ, ან არა და უნდა მოვიფიქროთ რა გადავტეხოთ და ჩემი აზრით პოლიტიკური სპექტრის ცვლილებაც არის პირველ რიგში რაღაც ის ნაბიჯი იქნებოდა, რაც რაღაცა ტიპის ახალ პარტიაში განსხვავებული იქნება. მაგის სურვილი მაქვს ზოგადად. უბრალოდ მე არ მინდა გადავიქცე ადამიანს, მოდი საშაურმე გახსნასავით რომ უყურებენ, მოდი პარტია გავაკეთოთ. ხდება ეგეთი რაღაცები და ერთ დღეში შენი პარტია კი არა, ერთ დღეში ისქროლება სასწაული ამბები შეიძლება ქათმის კლინტმა გადაფაროს ის რომ 31-ის აქცია წარმოიდგინე. ამიტომ ამის ფონზე მე მესმის რა პასუხისმგებლობა როცა ადამიანს რო პარტიას აკეთებ. და ამიტომ მე ხა როცა გირჩი ვიყავი რაღაცა სხვა პარტიის კეთებაზე დროს არ დავხარჯავდი ხო და არც ენაგარ, იმიტომ რომ არ ვიქნებოდი გულწრფელი და კარგი ადამიანი. ჯერ ვარ იქ. ამიტომ როცა იქ დავამთავრე ურთიერთობა, ამის მერე მე დავუწყებ ამაზე ფიქრს, ამაზე ადამიანის მოძიება თუ დავინახე რომ ამის პოტენციალი არსებობს, მე განვაცხადებ რომ პაპირე პარტიის გაკეთებას, იმიტომ რომ ამ პასუხისმგებლობით გეცოდინებათ რომ ცოტეს რომელსაც ესმის რა არის პარტია, იმიტომ რომ მე ბუკლეტის დამრიგებლად მივედი გირჩი მათ შორის აი მანამდე სანამ გავერთიანდებოდა შენ დატოვებდი გაერთიანებას მაშინ როგორ პოლიტიკოსი რომ შენი პრინციპული ნაბიჯი იყო მაშინ თვლიდი რომ ის პოლიტიკური ელიტა ვინ ჩემოვერთ და პაატა ბურჯულაძე შენთვის რომელიც სხვა ფლანგზე იყო მიუღებელი იყო და ერთ კვირაში გადადგე ეგ ნაბიჯი რომ არ გინდოდა და მორჩა გათავდა და ეგეთი ადამიანები ბევრი რომელსაც სხვადასხვა მიზეზებით აქ პირიქით ისეთი ხალხი არ მოწოდებს და ესეთი და ბევრი ეგეთი რამე არსებობს, ამიტომ ამის გაზრით მე ვიცი რა არის პოლიტიკური პარტია, რომ მისი ბუკლეტის დამრიგებელი და მის სპიკერამდე მივედი ისე რომ ჩემი ის არავინ არ იყო, ხედავდი შიგნიდან რა როგორ არის და მე როცა ამას ვიტყვი, მაგ პასუხისმგებლობ და გეცოდინებათ ესე სერიოზულად ამას მართლა რამე გამოუვა. რომ დღესაც არის ვიმე ახალი გამოიცა, პარტია გაკეთდება და 3 დღეში ამას ვერც კი გაიგონებ რა მოხდა, არც გაგახსენდება. განსაკუთრებით იმის ფონზე რომ რესურსებია მნიშვნელოვანი, სატელევიზიო რესურსებია, ვინ როგორ არის ბაზარზე გადანაწილებული, ეს ყველაფერი ვიცით. ეხლა არის რთული სიტუაცია, რა დაიწლიტება, რისი დანახვა შეიძლება და სადა რა გამოჩნდება. ეგ არის მნიშვნელოვანი საკითხი, უბრალოდ ამის ფონზე ის რომ მე ქვეყანა უნდა წავიდე ან ხელი ჩაქვი, არ იმიტომ რომ პოლიტიკა ისედაც ჩემი ჰობია, ჩემი ნაწილია. მინდა რომ შევჩემ ამ, მაგრამ ეხლა უეჭველი ესე იქნება თქო. რა პერსპექტივა აქვს ეხლა ოპოზიციურ მოძრაობას აი ამ ზარდი დიქტატურის კონსოლიდაციის პირობებში? რაც ფაქტია, რომ ხო უფრო და უფრო იზრდება, ასე ვთქვათ ეს. ხელისუფლება იღებს მეტ და მეტ ბერკეტს კიდე უკვე საკანონმდებლო დონეზეც და ისედაც. აი ამ სიტუაციაში შეიძლება მაინც საითკენ უფრო უნდა მიდიოდეს გარდა მკაფიობისა, რასაც მე გეთახვი პირადად კი ეს აუცილებელია კონდეს კაფიო პოზიცია თუ ხარ რაღაცა რევოლუციის მომხრე უნდა თქვა ასე თუ არა ხარ რევოლუციის მომხრე და პოლიტიკური ისიც უნდა ითქვა. ნუ ქვეყანაში არის ძალიან ანტიკონცური გაწყობა და აი ამ არჩევნების შედეგებითაც ხა ეგ ხომ კაფიო იყო, მიხედავთ ყველაფრისა რომ ვერ აიღეს ის რაც უნდათ და ეს არც არ წაო ის ბიზნესი არაზოს არ დაუბრუნდება და ხა ჩვენი ქვეყნის რაც რუსულ გემოს ტოვებს უბრალოდ ხალხისთვის მიუღებელი რამეა. ოპოზიცია უბრალოდ ამას როგორ მოახერხებს ეს დივიდენდები აკრიფოს მადმე ესახება ძალიან რთულად საკითხი. პირველ რიგში პოტენციალს მხოლოდ მაშინ ვხედავ თუ რაღაცნაირად დაბრუნდებიან იმ ნაწილში გაერკვევიან თუ პარტიებას რჩებიან ის პარტია კონკრეტულად რატო არსებობს რისთვის და რისთი განსხვავდება სხვისგან, იმიტომ რომ წარმოიდგინე შენ რო პოზიციონებ როგორც გადალახული კოალიცია, რომელიც ლეგიტიმაციით კიდევ უფრო დიდი ტიპია ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კი არა მოქმედი პრეზიდენტიც კი თავისი გავლენით ვერ შეეფარდება 10%-იან ოპოზიციურ ძალას. იმიტომ რომ ეგეთი მოცემულობა, ეგეთი მართლობის სისტემა გვაქვს. ამის პონზე პარტიები თუ ირწმუნებენ საკუთარ თავს, რომ საკუთარ ამორჩეულიყო ყავთ იმას უნდა გაზარდონ და ამაზე მუშაობენ და ქვეყნის გარედან ფოკუსირდებიან და მეტად ქვეყნის შიგნზე და ქვეყნის შიდა პოლიტიკა მარტო მაშინ როცა
ძირითადად ქვეყნის და პოლიტიკას მასში საუბრობთ, თუ კატაკლიზმები ხდება, თუ ბუნებრივი რაღაცები ხდება, თქვა შოვის ტრაგედია, გურის ამბები, მარტო ამ დროს გვახსენდება, რომ თვითმმართველობა რო არსებობს საერთოდ და იქ ვინმე თუ არის რომ მიხედოს, ვინმე თუ ისაუბრებს და აღმოჩნდება იქ სპიკერიც კი არ იყოს და აქედან წასასვლელი გახდეს იქ რაღაც ასე თქვა შიდა პოლიტიკაზე თუ არ დავბრუნდეთ ხო ეგ ყველაფერო აი მინდობილობა თუნდაც ამ ეგზისტენციალურ საკითხზე მე რა პრობლემაა ის არის როცა ცვლილებები გარეთ მნიშვნელოვანი ხდება და აქეთ ნარატივი არის ცვლა მაგალითად უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილში რა გააზრება არსებობს რა გადავიაზრეთ იმის ფონზე რასაც ტრამპი საუბრობს თქვა რამე ცვლილება მოხდა თუ არა ჩვენს თავში აი ოპოზიციურად დანახული სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკა როგორია დღეს და ახლა თქვა მეტად უყურეთ რომ მაგალითად აი თურქეთი რომელიც ნატოს წევრი ქვეყანა ის რომ მეზობელია მასთან მიმართებაში თქვა რა უთერთობის დამყარებას ვაპირებთ თქვა აი თქვა ჩინეთის და ამერიკის ინტერესები ერთად გჭირდება ჩვენი დაცულობისთვის თქვა რუსეთიდან დაგიცვას თუ სად მივდივართ იმის ფონზე როცა ვხედავთ რომ ნატოში ინტეგრაციის საუბარი აქამდე ყოველთვის მარტივი იყო რომ ნატოში შესვლა არის ეგ უსაფრთხოების ქოლგა და ვხედავთ რომ ეხლა დღეს ახლა ვერ ხდება უკრაინისთვის რომელმაც ომი გადაიტანა თავის თავზე და აი ამ გააზრებით ჩვენი კონცეპტის შენი მშვიდობის როგორი იქნება, რატომ არ შეუძლია კომპეტენტურ ოპოზიციას ეხლა ეს ისაუბროს, როგორ ვაკავებთ რუსეთს, როგორ ვაკავებთ ჩვენს მტერს. რამისათვის დავბრუნეთ საგარეო პოლიტიკაზე ვისაუბროთ ეხლა ჩვენი პერსპექტივით დღეს და ახლა. ჩვენ გადავყევით იმას, რომ ველოდებოდით ვიღაცის ინაუგურაციას, ვიღაცის არჩევნებს და ჯამში მიდივართ, რომ ხალხი ქართული ამორჩეულებს მე მიყურებს, ხა ამერიკა ამორჩეულებს მე არ მიყურებს ტელევიზორში. გადაწყვეტილების მიღები მე მაგ საქმეში არ მიყურებს. ჩემი ამორჩეულს რა უთხრე ხა ამერიკაში გადასახლდი აიღე იქაური მოქალაქეობა და ხმამიეცი ბაიდენს რომ აი მაგას ხო ვერ ვიზა ხო ამიტომ აქ დაახლა რა უნდა შევცვალოთ მაგალითად მაგნაწიშიც ეგეც მნიშვნელოვანი არის გარდა ამისა ქოცების მხოლოდ იმ ორბიტაზე დატოვება რომ ეს პუტინის კაცია და ამ ორბიტაზე არ ყოფით რომ აი ჩვენთან მიმართებაში ჩვენებურ შეცდომებსაც უშვებს ჩვენებური ავტორიტარიზმის ახასიათებს და აქ დაახლა რა დაბალი კომპეტენციისაა ეგ რომ დამანახო რომ შეგიძლია და მას აღარ ვაკეთებ აი ბექაპორშე რატომ მოწონდა პოპულარობით რატო სარგებლობდა მისი ის რაც ქონდა ხო ბლოკი რატო იმიტომ რომ აქ დაგვენახებდა ეს აკაურის იცნობ ეგეთ კორუმპირებულს აი ხედავ რომ როგორი დაბალი ხარისხისა რომ დაურეკავ რეები შეგიძლია მას მოატყუო და გააკეთებინო აი ეს ხარისხი ქოცების და რა ჩვენ ძალიან გავდვით რომ ესენი არიან აი კაკების ძალიან ჭკვიანი ხალხის მართული რაღაც და კიდევ უფრო მეტად ზედო მაშინ ჩვენა ტრამპის ხალხი სხვა ამიტომ მაგიდან დავდივდეთ და გაგახსენო ქოცის არაკომპეტენტურობას შევაჯამოთ ასე ვთქვათ ბევრი საუბრობს იმის შესახებ რომ აი ამ აქციების დროს ბევრი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა ბევრი რაღაც საინტერესო აქტივისტი და ამ პროტესტიდან კარგი იქნება თუ ახალ პოლიტიკურ ზარ ამოიზრდებოდა და აი ამის პოტენციალს თუ ხედავ და მან ხედავ შენ თავსაც თუ აი როგორ წარმოგიდგენია ხა მოვლენების განვითარება ამ მიმართულებით ცხადია მაგის პოტენციალს ხედავ ნუ უბრალოდ ყოველთვის რაც მაქვს ხოლმე არის საუბარი რა თითქოს ყველა თავს იკავებს ხო რაღაც პოლიტიკურ მოძრაობად მაინც რო ჩამოყალიბდნენ კი და ჯერ მოძრაობასაც რო ითქვა ხოლმე და პარტიებს არ და ყველა რო იცით რომ პარტია და შუამაგური ეს ჩემთვის ძალიან კომიკურია ხოლმე პოლიტიკოსად ყოფნა ნიშნავს რომ უკვე ზუსტად იგივე საუბრობდი როგორც არაპოლიტიკოსი მაინც უფრო მეტ ლანძღვას გინებას იღებ და ამას ემოციურად სხვა რამე გადაწყობა ჭირდება სხვა ტიპის პასუხისგებლობა არის და სხვა ემოციური რამე ხა ჩემ ჩაჩიც რო ჩავიხედო ბევრ ქებას ერთად ადამიანს საერთოდ არ მიცნობს ისე მაქებს და საერთოდ არ მიცნობს და ისე მაგინებს ისე რომ ჩემ შევა არაფერიც არ იცოდეს მაგრამ უბრალოდ ეგ და ბევრისთვის ეგ მარტივი არ არის ამიტომ რჩებიან ხოლმე ამორფულ სიტუაციაში როცა და სტუდენტურ მოძრაობად შეები დიდხანს, მაგრამ აშკარად გეტყობა, რომ პოლიტიკური ტიპის სურვილები გაგაჩნია. მე რაღაც სხვადასხვა სახელები ქვია, რომელიც ხვდები, რომ პარტიის ახალგაზრდულია, მაგრამ როგორც ეგრე პოზიციონირება არ უნდა და მაინც, ამიტომ თუ აქედან გამოვა ეს ბევრი მოძრაობა და თამამად იტყვის, რომ თუ მაგ პოლიტიკური ტიპის სურვილები ვაკეთო პოლიტიკა, რატომ არა და აუცილებლად პოლიტიკის კეთება არ ნიშნავს, რომ იმ სახით აკეთო, რასაც ეს სხვები აკეთებენ და ისეთი პოლიტიკა აკეთო, როგორც ჩვენ გინდა, უბრალოდ იმ ამბიციით, რომ კი, მე ამ ოპოზიციაშიც ვიღაცებთან კონკურენციაში უნდა შევიდე. მე მენდე, იმიტომ რომ მე გულწრფელი და კარგი და სხვანაირი ვარ, აი ის სხვანაირი. ამ ნაბიჯს თუ გადადგოს ბევრი ადამიანი, მე თუ ამის მონაწილე ვიქნები, მე თამაში მის დავეხმარები ჩემი იმ გამოცდილებს, რომელიც მომიწია, რომ თქვა ვიყავი უწვერო პოლიტიკოსი და ეს ბავშვი პოლიტიკოსი ვინ არის და აი აქედან მოვდიო და თავიდან ვიტყვი, არა, კი პოლიტიკოსი ვიქნები და არც პარტიის ახალგაზრდული წევრიც არ ვიქნები. არა, თუ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ფიქრებზე, რომ ეს გადმოგცე, მე ვარ თანასწორი ადამიანი. თელ პოლიტიკურ სპექტრში და ამის ფონზე არათუ თანასწორები მეტი ამბიცია უნდა გქონდეს ყველა ახალგაზრდას, რომ მათ აქვს ბევრად მეტი საშუალებები და ბევრად დიდი უპირატესობები ქოცთან მიმართებაში. ყველას, იმიტომ რომ მინიმუმ რო იცი რომ შენ ბიზნესი შენზე სამჯერ დიდია
შენ ცხოვრებაზე 4-ჯერ ნაკლები, 5-ჯერ ნაკლები აქვს დარჩენილი, ეგ საერთოდ შეტყვა ეს ქვეყანა უნდა გადააყოლო ერთი კაცის რაღაცა ქვე მიმდინარე ეს ხალხს, ხო, რომ ჩვენი იქნება ეს ქვეყანა გარდაუვლად. ამიტომ აი ამ ოპტიმიზმი და აი ცოტა მეტი სიხალისით და მათ შორის წინა პლანზე კიდე მთავარი პრობლემა ხა ცხადია რაც გაქვს ხო კაც რა იმის ხალხი არის პატიმრები და პოლიტიკური პროცესის მიღმა პოლიტპატიმრებზე ფიქრი ეხლა როგორ უნდა მოახერხოთ ის რომ ეს ადამიანები გადავარჩიოთ იყვნენ თავისუფლებაზე იმიტომ რომ ეს არის ყველა პასუხისგებლობა რომელიც ყველა პოლიტიკოსის და ყველა პოლიტიკური პარტიის რომელიც მონაწილეობა მიიღებს ხო ამ პატიმრების გათავისუფლება და რატყაც თითქოს ჩაჩოჩებული. არა, მე მგონი არის ეს თემა აქტუალური. არა, ისი არის რა, რომ არჩევნები და პატიმრები, მაგრამ ეხლა არჩევნების წინ უნდა იყოს პატიმრების საკითხი. ხო, ნუ ჯერ არჩევნებზე გასარკვევი საერთოდ არჩევნები გვინდა? ახალი არჩევნებს ვითხოვთ, ჩვენ ხო ვივამბობთ, რომ არჩევნების პრობლემა ეს არის, როცა პარტია სახელმწიფო რესურსს იყენებს. ეგ არის თავი პრობლემა და ამიტომ თუ არ მოანგრიე ხელისუფლება და წვდომა ამ რესურსებზე, ისე ეხლა ესე ვერ მოიგებ. მან მეორე ნაწილია, რომ თქვა შენი პოპულარობა ისეთი გაზრდილი იყოს, რომ ყველანაირად რაც არ უნდა შეეცადოთ, ნახეთ ეგეთი არჩეული 2012-ში, მაინც ვერ მოახერხა, იმიტომ რომ თვითონ სუნით გრძნობდა რომ ცვლილებას ყველა ადამიანი სახელმწიფოებაც მაშინ. ამ ორი გზიდან რომელიმე უნდა აირჩიო. ეგრეს როგორ რჩება შუაში ეს არაფერი არ გამ ჩემი და თუ გავახო რა ჯობი ან მე ვინმეს ქილიკებლად ან ვინმეზე გაბრაზებულად კი არ ვარ და ის აუც მანა პრობლემა აქვს პირიქით საჭყვარა მე ვიქნები პირველ იქაც და ყველაფერში მე არანაირი პრობლემა არ აქვს გაურკვევლობაში ჩემი სახელით სხვა საუბრობდეს ან მე სხვა უბრობდეს სხვის სახელისაც არ ვეთანხმები რაღაცებში ეგრე გაგრძელებისას ვეღარ ხედავ ან დასაკარგიც აღარაფერი არ არის ბრო რამე რომ ინერვიულო პარტია, იმიტომ რომ რავი, პარტიული პოლიტიკები ისედაც მოპტა რა. კი ბატონო, ნახოთ თქვენი ბედიც როგორ განვითარდება და პროტესტის ბედიც რა სახეს მიიღებს საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი. ცოტე გობერიძე იყო ჩვენი სტუმარი, უკვე ყოფილი წევრი გირჩის. მე გემშვიდობებით კვირამდე, კვირას გადაცემით პოლიტ ქალაქი 20 საათზე დაგიბრუნდებით.